ბაზარი ორბელიანი მეორე დღეა უკვე მცირე მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს. აქ მცირე მეწარმეებს დილის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე აქვთ საშუალება, რომ გამოიტანონ მათი პროდუქტი და რეალიზაცია მოახდინონ სრულიად უფასოდ. ბიზნესისათვის განსაკუთრებით რთული იყო ახალი წლის პერიოდში უარი ეთქვათ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე, მით უმეტეს ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, თუმცა მეწარმეები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა მაშინ, როდესაც იგივე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს ასისხლიანებენ და უკანონოდ იჭერენ. შესაბამისად, მათი თქმით, ეს ერთგვარად ნიშნავდა მხარდაჭერას მთავრობაზე, არალეგიტიმურ მთავრობაზე. შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ იმის დრო არ იყო, რომ აქ პროდუქტი გამოეტანათ და გაეყიდათ. შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბაზარი ორბელიანმა ეს სივრცე დაუთმო მეწარმეებს, მხარი დაუჭირა და მათ აქვთ საშუალება, რომ მათი პროდუქტი გამოიტანონ, ხალხს გააცნონ და გაყიდონ. უარი ვთქვი, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, არ მეგულება, რომ აი ესეთი აგრესიული და სასტიკი მოპყრობის რაღაცა გამართლება მოძებნოს და შენ ასე მშვიდად გააგრძელო ამ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს გამართლებული არანაირად არ არის ჩემი აზრით და რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია იყო ეს, რომ არა, მე აქ მონაწილეობას არ მივიღებ და ნებისმიერ სხვა იმან. რაც შეეხება ორბელიანის ბაზრის მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მხარდაჭერა. ერთი მუჭა ხალხი ვართ, ერთი მუჭა ერი ვართ და ერთადერთი ეს თუ გადაგვარჩენს, რომ ერთმანეთს მხარში ამოუდგენენ. ჩვენ იმიტომ ვთქვით თბილისის მერიის მიერ მოწყობილ გამოფენა საშობაო სოფელში მონაწილეობაზე უარი, რადგან ჩვენ არ ვემხრობით ამ მთავრობის პოლიტიკას, მით უმეტეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ამდენი სისხლის ღრა უსამართლობა, იქ ვერანაირად ვერ გამოვედით. ყოველწლიურად მონაწილეობს ზოგადად საშობაო ბაზარზე და იცის ჩემმა მომხმარებელმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის. უბრალოდ როგორც მცირე მეწარმე და როგორც საქართველოს მოქალაქე, აუცილებელი იყო ჩვენთვის, რომ დაგვეფიქსირებინა ის პოზიცია, რაც არის ჩვენი მხრიდან მართალი და ეს არის, რომ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ნამდვილად ევროპულ გზას. მცირე მეწარმეების გაფიცვას 2000-მდე მცირე ბიზნესი შეუერთდა. ისინი არაპირებენ, რომ თბილისის მერის კახიკალაძის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, ისინი ბაზარი ორბელიანზე იქნებიან წარმოდგენილი 14 იატვრამდე.